ეს მინდა რომ შემოგთავაზოთ საჯარო ლექცია ადამიანის, რომელიც არის მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი, ასევე ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის საპატიო წევრი და ჩვენი უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი, სრული პროფესორი ბატონი რეზო კონითელი. დიდი მადლობა რომ მეორეჯერ ჩვენი შეხვედრების სერიაში ეს უკვე მეორე ლექცია იქნება და ბატონი რეზო დღეს ჩვენ წავუდგავს ლექციას კომპლექსების შესახებ. საინტერესო დროს გატარებთ. დიდი მადლობა მომზადებისთვის, იმისთვის რომ დაინტერესებული ხართ ამ სიღრმის ფსიქოლოგიით და საერთოდ ფსიქოლოგიით. ეს ჩვენ ლექტორებს და მასწავლებლებს დიდ ენერგიას და ძენს. რაცა სტუდენტი დაინტერესებული. დღეს მექნება ლექცია კომპლექსების შესახებ. ხშირად გაიგეთ, იმას კომპლექსია, კომპლექსო არ, კომპლექსები არ მაქვს. ეს რას ნიშნავს ეს კომპლექსი და როგორ მეცნიერული განმარტება როგორ მივცეთ მას. აი როგორ ჟღერს მეცნიერული განმარტება კომპლექსის. კომპლექსი არის აფექტურად დამოხტული წარმოდგენების ერთობლიობა. აფექტურად დამოხტული წარმოდგენების ერთობლიობა. ანუ კომპლექსში გულისხმობა ერთობლიობა. გერმანულად ეს არის Gefühlsbetonter Vorstellungskomplex. Jungis განმარტება და მე ვიტყვით ისტორიაზე. შევეხებით ფსიქოანალიზში ესე იგი კომპლექსის ცნება შემოიტანა ციურიხის სკოლა. მაგრამ განმარტება არის სხვაც. მაგალითად ლანდაუ, რომელიც არის ფროიდიანელი ანალიტიკოსი, ის ფსიქიკურ ელემენტთა ერთობლიობა, რომელიც ერთიანდება და ჯგუფდება, ერთიან რამოდენიმე ინსტინქტის გარშემო. და ქმნის მყარ მატრიცას, ფორმას და ეს არის კომპლექსი. ანუ აქ ინსტინქტის მაგალითად აფექტი თქვა და კიდევ არის ლაპლანშის და პონტალესის ეს ლექსიკონი, რომელიც არის ფსიქოანალიზის განმარტებითი ლექსიკონი, პირდაპირ არის ესე იგი მოცემული განმარტება. ძლიერი აფექტური ძალის მქონე იდეების და მოგონებების ორგანიზებული ჯგუფი, სტრუქტურირებული ჯგუფი, რომელიც ნაწილობრივ ამ მთლიანად არაცნობიერია. ისინი ყალიბდებიან ბავშვობაში არსებული ინტერპერსონალური ურთიერთობების საფუძველზე და აყალიბებენ და ზემოქმედებენ ადამიანის ფსიქიკის ყველა დონეზე, ემოციებზე, აზრებზე, განწყობასა და ქცევაზე. მთლიანად პიროვნებაზე მოქმედებენ. ეხლა ფსიქოანალიტიკოსების უმრავლესობა ფროიდის შათლით აღდება იმაში, რომ ამ ტერმინის დამკვიდრებას ციურიხის ფსიქოანალიტიკური სკოლა, ერგენ ბლერერი და იუნგი წმინდა უმადლოდეს. ტერმინი კომპლექსი იუნგმა ისესხა მე-19 საუკუნის ფსიქიატრის ციხენისგან, რომელსაც ეკუთვნის კომპლექსის პირველი განმარტება. ეს არის ბუნებრივი, სადაც მუშაობდა იუნგი და არა მარტო იუნგი აქ მუშაობდა ფსიქობიოლოგიური მიმართულებით ადოლფ მეიერი, აგრეთვე ეგზისტენციალური ფსიქიატრიის ფუძემდებელი ცვანგერი, ასაჯოლი, თითქმის ყველა ევროპაში გამოჩენილი ფსიქიატრი თავი მოიყარა აი ამ ბუნებრივი ცნობილ კლინიკაში და ამას ხელმძღვანელობდა ერგენი ბლერერი, ციტფერიც იყო, ის არის შიზოფრენიის ტერმინის შემოღებები და რომელიც სწავლობდა შიზოფრენიის ასოციაციებს და დაავალა იუნგს. ძალიან ერთგული იყო ის თავის საქმის 9 საათიდან 60 საათამდე დაწესებულებაში იყო და იუნგს დაავალა, რომ შეესწავლა სული თავმოყრთა ასოციაციები როგორია და შეედარებინა მას ნევროზით დაავადებულ პაციენტთა ასოციაციებისათვის.
არის ახალგაზრდა იუნგი, ეს არის ფროიდი, იუნგი და სხვაებიც არიან, ჯონსი და ეს. ეხლა ფროიდი და იუნგი პაციენტების კვლევით კი არ მივიდნენ ასე ვთქვათ ამ აღმოჩენებამდე. არამედ თავის თავზე ექსპერიმენტირების გზით. თავის თავზე ექსპერიმენტირება ფსიქოლოგიაში გულისხმობს, რომ ფსიქოლოგის სუბიექტი და ობიექტი ხშირად ემთხვევა ერთმანეთს, ანუ ფსიქიკა აკვირდება საკუთარ თავს. იუნგი სადაც გამარტავს, რომ ფსიქოლოგია მეცნიერება არ არის, რატო? ბიჰევიორიზმი მეცნიერებაა, რატო? იმიტომ რომ სუბიექტს ვერასდროს ვერ აქცევთ ობიექტად. როგორც კითხვა ფსიქიკის გარკვეულ შინაარს აქცევთ ობიექტად, იქ აუცილებლად დამკვირვებელი სუბიექტი უნდა არსებობდეს. ის ვერასდროს ვერ ექცევა ობიექტად. ამ გაგებით არ არის ისეთი მეცნიერება, როგორც არის საქმეების მეზობლო მეცნიერება, ფიზიკა და ქიმია და ასე შემდეგ. საკუთარ თავზე ექსპერიმენტირებას ხელი შეუწყო ფსიქოანალიზის ამ ორი პიონერის ეგრეთ წოდებულმა კრეატიულმა დაავადებამ, შემოქმედებითმა დაავადებამ. ანუ ფსიქოანალიზში შემოდის ის ცნება, რომ ზოგჯერ ადამიანი ავადდება ნევროზულ დაავადებაზე ალაპარაკი, რომელიც შეიძლება ემიჯნებოდეს ფსიქოზსაც, მაგრამ ამ დაავადებიდან სახე შეცვლილი გამოდის და რაღაცას ქმნის. ფროიდმა თავის თავზე დაკვირვების შედეგად, თქვენ იცით, სიზმრების ინტერპრეტაციას წერს, ხოლო იუნგი მერე ფსიქოლოგიურ ტიპებს. იუნგი თუ გაეცნობით მის მოგონებებს, ხო იქ აღწერს თუ რა დღეში თითქმის წელიწადზე მეტი იყო ჩაკეტილი და თავის თავზე მუშაობდა და იკვლევდა ფსიქიკის სხვადასხვა გამოვლინებებს. და სულიერ კრიზისს შეიძლება დაერქვას ამას, იმიტომ რომ კრიზის აქვს ორი განმარტება. კრიზის ნიშნავს ბერძნულად სასამართლოს, სადაც ერთი ამტყურებს, მეორე ამართლებს და მესამეს უნდა სამართლიანი დასკვნა გაეცნოს კონფლიქტის დროს ყოველთვის კრიზისია. ერთი მხარეა, რომელიც ამტყურებს, მეორე რომელიც გიცავს, მესამე რომელმაც უნდა გამოვიტანოს სწორი დასკვნა. მაგრამ ჩინურად კრიზისი ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს. როდესაც კრიზისის პიკში ხარ, ჩათვალე რომ ახალი რაღაცა იწყება. ანუ ეს არის ცუდი რამ კი არ არის, მას დადებითი მხარე აქვს, კრიზისის პიკში ჩნდება ახალი პერსპექტივა. ეხლა იუნგის დიდი ზეგავლენა ჰქონდა სხვა მეცნიერებზე, თეორიულ ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატზე, ვოლფგანგ პაულიზე, შემდეგ ბიოლოგ ადოლფ პორტმანზე, არნოლდ ტოინბი, ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი, რომელიც ახლა ჰანტინგტონის თეორია რო არის, ხო, ცივილიზაციათან შეტაკება თუ დაჯგუფება. ეს არნოლდ ტოინბის გაგრძელებაა, არნოლდ ტოინბი თვლიდა იუნგის ზეგავლენის ქვეშ, რომ ისტორიას მართავს არქეტიპები, ანუ ცივილიზაციას განიხილავდა როგორც ცოცხალ არსებებს, ცოცხალ ორგანიზმს. ეკონომიკაში ციურიხის ხელი პიონერი იყო, რომელიც ხსნიდა ასევე ეკონომიკაში არსებულ ძვრებს კომპლექსებით. ლიტერატურაში კარლ შმიტი, მითოლოგიაში კერენი და ახლა აგრეთვე ჰერმან ჰესე, რომელიც პაციენტი იყო. თუ ფსიქოლოგიაში შევეცდებით ემპირიული ფაქტების შეღრმავებას და გადავწყვეტ მათ პროცესირებას, მაშინ ვიღავთ რომელიმე მოდელი, სხვანაირად როგორ უნდა შეიძლება ავსწროთ, ხო? მაგრამ ფსიქოლოგიაში არასოდეს უნდა ველოდოთ ამ სიტუაციის გამეორებას, როგორც ფსიქიკაში, როგორც ფიზიკაში. ამ ფსიქოლოგიურმა ფაქტმა, ფსიქოლოგიური ფაქტი უნდა აიღოს, ფსიქოლოგიურმა ფაქტმა ფსიქოლოგიური ფაქტი უნდა აღსდგას. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ მოდელებს, რომლებიც საგნელი კი არ არიან, რომლებიც ძალიან მათი განმეორება ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ფსიქიკის დაკვირვების საგანი და შინაარსი შეიძლება შეიცვალოს უცებ. ამიტომ
ამიტომ ჩვენ როდესაც ვაკვირდებით ჩვენ ცნობიერებას, მალე ვაცნობიერებთ, რომ ძალიან ძნელია განისაზღვროს და შეფასდეს ცნობიერების შინაარსი. რადგანაც ამ შინაარსის ზოგიერთი ასპექტი რამდენიმე წუთში კრება. ანუ კომპლექსი შეიძლება იყოს მაგალითად მეცნიერული აღმოჩენის მიზეზი. თქვენ იცით რომ კეკულე, როცა გამოგიგონა ეს ბენზოლის ბუნტი, დიდხანს ფიქრობდა, ვერაფრით ვერ არსდა ბენზოლის ბუნტის შემადგენლობა და მას სიზმარში ესიზმრება ეს. კომპლექსი შეიძლება გამოვლინდეს სიზმარში, შეიძლება გამოვლინდეს ასოციაციური ექსპერიმენტის დროს და ქცევაში. ნეირის ენერგიის კანონი, რომელსაც შენახვის კანონი, რომელსაც აღმოაჩინა, ის გემზე იქიმად მუშაობდა, როდესაც გემი მიემგზავრებოდა ინდონეზიისკენ, მას დეპრესია განუვითარდა, ხოლო ინდონეზიიდან ჩასვლისას ის მანის მდგომარეობაში გადავიდა. ანუ ის ილუზია, რომ დეპრესიული პაციენტი კარგავს ენერგიას, არსად არაფერს არ კარგავს. ეს ენერგია რჩება, უბრალოდ გროვდება. დეპრესიის დროს, არაცნობიერს ნერვში და მერე მანიის დროს ამოდგავს. ანუ ჩვენ გვაქვს ცნობიერება, მასზე გაცილებით უფრო დიდი არაცნობიერის სფერო, მათ შორის არსებული ინსტანცია, რომელშიც ინფორმაცია შემოდის და გადის. ეს არის ცნობიერების ველი. ცნობიერების ველი სულ იცვლება. ჩვენ არ შეგვიძლია პროგრამებს დავაკვირდეთ ამ ცნობიერების ველში. დინამიკურია. ამიტომ სპონტანურად მიმდინარე პროცესი სირთულეებს უფლის ემპირიული მასალის მაძიებელ დამკვირვებელ მეცნიერს, რადგან როდესაც ის ელოდება ამა თუ იმ მოვლენის სპონტანურ გამოჩენას, ეს დიდ როლს ელოდება, ასე ვთქვათ, მოითხოვს. თავშად ძნელია, რომ პაციენტს უთხრა, მოდი შეგეშინდეს და მე ამას გამოვიკვირე. ძალიან ძნელია ეს დაკვეთილი გაკეთება. მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს ექსპერიმენტული სეტინგი, მაშინ სიტუაცია უფრო ადვილად გამოიკვირება და იუნგი ბრენერის ზეგავლენით ქმნის ასოციაციურ ექსპერიმენტს. ეს ასოციაციური ტესტი, ასოციაციური ექსპერიმენტი ამტკიცებს კომპლექსების ემპირიულ არსებობას. ეს არ არის განყენებული ცნება, ეს რეალურად არსებული მოვლენები და ფენომენებია, რომელსაც ჩვენ ვეძახით კომპლექსს. ამ ასოციაციური ექსპერიმენტის დროს შეგვაქვს სეტინგის სიტუაცია, ახლა როგორ არის კონკრეტულად ავსკურით, ვინც არის ეს. თქვენ 100 სტანდარტული კითხვა, ეს თქვენ ზომავთ სიტყვა სტიმულზე, რომლებიც მითითებას აძლევდა საცდელს, რომ რაც მოგივა თავში პირობებს, სისულელეც კი, ის უნდა თქვა. ეუბნებით სიტყვა გამიზიანებელს, მას რაც მოუვა თავში, იმას პასუხობს, მაგრამ სიტყვის, სტიმულის სიტყვის დასმის დროს თავთ წამზომს და პასუხის, ანუ ამ ასოციაციური ესე გამოთქმის დროს, როცა სიტყვა პასუხს აქვს ადგილი, თქვენ გამოთიშავთ წამზომს და ზომავთ იმ დროს, რამდენ ხანში მოვა მას პასუხი. ეს არის ეს პროტოკოლიდან 100 სიტყვა სტიმულია და ამას ზომავს რაც. როგორ უნდა გავიგოთ, რომელი პასუხი არის კომპლექსური. პირველი გახავ დაუშვათ ადამიანს, მე მაქვს დაუშვათ 4 წამის საშუალო დრო პასუხის. მაგრამ არის სიტყვა გამიზიანებლები, რომელზეც 4 წამის განმავლობაში კი არ უპასუხა, 14 წამის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ გახანძრებული რეაქცია ნიშნავს, ეს არის ინდიკატორი კომპლექსის. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ამ კომპლექსმა უსიამოვნო, რა თქმა უნდა, წაართვა ენერგია მეკომპლექსს. რომ მეკომპლექსმა განახორციელოს, ასე ვთქვათ, ამ სეტინგის შესრულება, ანუ ასოციაციური ექსპერიმენტის შესრულება, სჭირდება რა ყურადღება. მაგრამ როდესაც შენ სიტყვა გამიზიანებელს ეუბნები,
ეს ყურადღება თითქოს ეფექტია, კი არ ეფექტება ყურადღება, ენერგიას კარგავს. Დავუშვათ თქვენ გეუბნებიან სიტყვებს ისეთ ვაში, თქვენ აეუბნებით ხილი, ზე, სინათლე და მე გეუბნებიან დღეს. დღეში მოგივიდა ბავშვი მოგივიდეს ბავშვი. იქ რეაქცია რა თქმა უნდა გახანძრდება, იმიტომ რომ უარყოფითი მოგონება წარით აცემს ყურადღებას, ენერგიას აწვევს მე კომპლექსს, ამიტომ მას უფრო ჭირდება გონს რომ მოვიდეს და უპასუხოს. ანუ ეს არის ინდიკატორი, ემბრიონულად დარასტურებული. მეორე შეცდომები. კითხვაზე კითხვით პასუხი. ბავშვი დღე ეს ექსპერიმენტი ორჯერ ტარდება. ჯერ ერთხელ გააკეთებთ ამ კითხვას, მეორეს ამ ცოტათის შემდეგ კიდევ მეორეჯერ აკეთებთ. და თუ დაავიწყდა აი ეს გამეორების დროს პირველი პასუხის მოგების შეუძლებელობას ნიშნავს იმას, რომ ეს კომპლექსურია. უცნაური პასუხები, ზოგჯერ არაადეკვატური ესეც ნიშნავს. პერსევერაცია ნიშნავს, დავუშვათ მზე და დავუშვათ ყეზე მაქვს რაღაცა საშინელება, მომივიდა სიტყვა საშინელება. მე მოდის მზე საშინელება. წყალი საშინელება. პერსევერაცია ეთით და იგივე პასუხის სხვადასხვა ასე ვთქვათ სტიმულებს. და სხეულის რეაქცია, თუ ადამიანი შეხვდა, თუ ადამიანი გაწითდა, თუ ადამიანი დაბრუნდა, ეს ნიშნავს, რომ ეს სიტყვა კომპლექსურია. რა თქმა უნდა, ყველა ეს რეაქცია განპირობებულია არაცნობილი ფსიქიკური შინაარსით, რომელიც ერთად ჯგუფდება, ერთიანდება, რასაც იუნგმა კომპლექსი დაარქვა. პასუხების ფორმება, შეცდომები, ჩავარდნები დაარწმუნა იუნგი იმაში, რომ არსებობს რაღაც შინაგანი პატერნი ან კანონი, რომელიც ექსპერიმენტის საშუალებით უნდა გამოიკეთოს. ცხადია, რომ ნებისმიერი ექსპერიმენტი რაღაცას აღმოაჩენს სუბიექტის შესახებ. იუნგმა მოვლენას დაარქვა კონსტელაცია და განსხვავდა, როგორც პიროვნების მისი ფსიქიკური ზაობა ან რეაქცია ექსპერიმენტულ სიტუაციაზე. ეს რა თქმა უნდა აყალიბებს გარკვეულწილად რეზულტატს, რადგანაც ყველაფერი კონსტელირებულია ექსპერიმენტის მიმართ. ექსპერიმენტში ჩართული პიროვნება ისეთივე არ არის, როგორც ის იყო ექსპერიმენტამდე. ამიტომ სრულ ობიექტურობაზე ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა ექსპერიმენტის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ობიექტური მეცნიერული მეთოდი, რადგანაც ის შეგვიძლია გამოიყენოთ ნებისმიერ ადამიანზე. ამ დროს ვეუბნებთ რაოდენობრივ მონაცემებს, რომელთა სტატისტიკური დამუშავება შესაძლებელი, რაც ყველა თანამედროვე მეცნიერების საფუძველს წარმოადგენს. თუ ექსპერიმენტის შემდეგ თუ დავუსვათ საფუძველს, თუ რას ფიქრობდა ამ ექსპერიმენტის შესახებ, მაშინ მას შეიძლება გაგიზიაროთ, რომ ზოგიერთ სტიმულს სიტყვაზე მას გაუჭირდა პასუხის გაცემა და თუ ის ჩამოგიქრით ამ სიტყვას, მაშინ აღმოაჩენთ, რომ ეს სიტყვები გარკვეული ასპექტით დაკავშირებული იყო ერთმანეთთან. თუ ადამიანი ჩაიტარებს ამ ექსპერიმენტს, აღმოაჩენს, რომ სიტყვებს შორის დაკავშირება არ არის მხოლოდ რაციონალურ დონეზე. არამედ აგრეთვე ძალიან ემოციურია და გარკვეულწილად სტრესულია. ამ ფენომენმა აფიქრებინა იუნგს, რომ კომპლექსური დარღვეული პასუხების საფუძველს წარმოადგენს წარმოდგენების სერიები, რომელიც უკავშირდებიან ერთმანეთს და გაჯგუფდებიან ერთად ერთი საერთო ემოციური გრძნობითი ტონის მეშვეობით. თითქოს ეს გრძნობითი ტონი მათ აერთიანებს. მაგრამ არის ისეთი დარღვეული რეაქციები, რომელსაც პაციენტი ვერ ხვდება და ვერ იგებს. თუმცა ექსპერიმენტატორი ამჩნევს მათ, აღმოაჩენს, რომ ზოგიერთი რეაქციები საშუალო დონეზე უფრო ხანძლივია, ზოგი კითხვაზე კი ადგილი აქვს პერსევერაციას და ასე შემდეგ. ანუ აღმოაჩენს იმ ინდიკატორებს, რომელსაც პაციენტი
არც იცის რა ეს კომპლექსებია. ერთ-ერთი მისი მეზობელი იყო და მეგობარიც როგორც ამბობენ ის ადვოკატი რომელსაც ურჩიეს რომ წამი ჩაიტარებო ეს ექსპერიმენტი რომ თუ რაღაც კომპლექსებს თუ აღმოაჩენს და ხო ექსპერიმენტის დროს როცა თქვენ აი ამ ინდიკატორებს აღმოაჩენთ ამ ინდიკატორიდან პატარა აი ამ კომპლექსური სიტყვებისგან უნდა შექმნათ პატარა მოთხრობა ამბავი ახლა მაგალითს აი ამ კაცმა ადვოკატმა დასვა ამ ექსპერიმენტის უყურებდა იუთი, მაგრამ შუა ექსპერიმენტის დროს ის წამოდგა თქვა ეს სისულელია და არ მინდა, მაგრამ იუმა გააჩერა და ის რაც შეატარა იქ ხუთი კომპლექსური სიტყვა იყო. ფული ცოტა, სიკვდილი მდგომა, კოცნა მშვენიერი, გული ეკალი, გადახდა და თესველი კალი, ამ ფრანგული სიტყვა თამაშია, სიონერს ნიშნავს თესველ კალს. იუმა გაბრაზებულმა უთხრა თავის მეგობარს, რომ ექსპერიმენტმა გაარკვია, რომ შენ გარკვეული მოვლენების შთაბეჭდილების ქვეშ ხარ და ამის გამო გეშინია, რადგან ხშირად გზნობს ეკავს გულში. ამავე დროს გავს ფინანსური პრობლემები და ყველაფერს ამას უკავშირებს შენ ძველ ფრანგულ სასიყვარულო ისტორიას. გაოცებულმა მეგობარმა უპასუხა, რომ ეს ეშმაკის მანქანაა, მაგრამ თავის სულს უთხრა, რომ ეს ფანტასტიკურია, სასწაული და მასაც უჩია ექსპერიმენტის ჩატარება. ეხლა რა თვისებები ახასიათებს არაცნობილ კომპლექსს? ეს არის ცნობილი განზრახვის პირველი ინტენსიის საპირისპირო საწინააღმდეგო მიმართულება. მეორე ძლიერი ემოციური მუხტი, რომელიც იპყრობს პიროვნებას და მას მისი ცნობილი ინტენსიის საპირისპირო ქცევას აკეთებინებს. და ეს ცნობილი იყო შუა საუკუნეებში და ამბობდნენ, რომ ეს არის ობსესია, ან პოსესია, შეპყრობილება. როცა იუქს ეკითხება, რა განსხვავება არუსობით შეპყრობილსა და კომპლექსით შეპყრობილს შორის, ის აღმოსავლეთ ტერმინოლოგიური განსხვავება. და ეს კომპლექსები ხშირად ვაკეთებინებენ იმას, ისი გაკეთება ცნობილია ჩვენ არ გვინდა. და ხშირად ხდება ეს მაშინ, როდესაც ჩვენ ცხოვრების აღარ ფაზაში გადავდივართ, მაშინ ერთვება ეს კომპლექსები. გარდამავალ ასაკში, ან სიდერის დროებაში. ის არ არის პათოლოგიური. უბრალოდ, როდესაც ხდება მისი განდევნა, ის ქვეცნობიერში ან არაცნობიერში გადადის, იქ ჯგუფდება ერთიანობას იწევს და იქიდან მოქმედებს, ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ქცევაზე, ემოციებზე და ასე შემდეგ. ეს ძალიან კარგად იცოდნენ, ზოგიერთი თვლის, რომ თვითონ კომპლექსს სახელმწიფო ცნობიერი და არაცნობიერი. ამბობენ, რომ კომპლექსს ყველას აქვს თავისი ცნობიერების წილი. ეს გაურებული ცნობიერებიდან იქნა, ასე ვთქვათ, ნასესხები ეცნება. რას აკვირდებოდნენ ფრანგები, ფრანგი ფსიქოლოგები მაშინ არის, მაგრამ ძირითადად ჰიპნოზის ქვეშ სწავლობდნენ აი ამ პრობლემას, გაურებულ ცნობიერებას. ადამიანს შეეძლო ლექციის კითხვა, მეორე ხელით დაეწერა სულ სხვა რაღაცა. რომელიც ამ ლექციას საერთოდ არ ეხებოდა. ადამიანში არის ორი პიროვნება, როგორც მინიმუმ. ერთი აკეთებს ერთს, მეორე აკეთებს მეორეს. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ. ეს პათოლოგიის დროს ხდება ყოველ ესეთი შემთხვევები, ეს ამბულატორიული ავტომატიზმი ქვია. ადამიანი გამოუძიებდა და აქ რა მინდა. ფსიქიატრია ამბობს ეს პათოლოგია და შეიძლება არის ის. ამ დროს ხდება
იმ ადამიანს კი ეძინა, კი არ ეძინა, იყო არაცნობილ მდგომარეობაში, მაგრამ ვერავინ ვერ აყოლდა, რომ ის არის ცუდად. ყოფილა შემთხვევა უკვირაში ხარი ქალმა გამოიღვიძა ინდოეთში, ჩაჯდა ლონდონში და ლონდონში გამოფხიზდა. მაგრამ 2 კვირის თუ 3 კვირის განმავლობაში გემზე იქცეოდა ნორმალურად. პროსირთი და ლაპარაკობდა, მაგრამ პომპიში რო ჩავიდა, გამოფხიზდა და თქვა აქ რა მინდა. ანუ ორი პიროვნება თითქოს. ასაჯორი უფრო შორს მიდის დამოს ადამიანში არ არის მხოლოდ 2 ან 3, მთელი მიკროკოსმოსია. ანუ კომპლექსები ცოცხალი არსებებით არიან. ამიტომაც ზეგავლენა. ამავე დროს ესენი არიან ენერგიით დამოკიდებული ფენომენები, ენერგიით, რომელსაც თავისი რა არის ცოცხალი ადამიანი, ან ჩვენ მესაც წარსული პერსპექტივა, მომავალი და აწყვეტი არის. აი ეს კომპლექსსაც თავის წარსული აქვს, თავის დამოკიდებული აქვს და თავისი პერსპექტივა აქვს. მიზანი აქვს ამ კომპლექსს, უბრალოდ კი არა ეს. აი ხა რომ მაგალითი ავიღოთ ეს ასაჯური სქემიდან, რომ არსებობს სუბიექტი, ანუ ჩვენი მე. არის ადამიანი, რომელიც არც ერთ თავის ფსიქოლოგიურ შინაარსთან არ არის გაიგებული. არ იცნობს თავის თავს. რო გითხრა ვინ ხარ, რა ვიცი. ადამიანი ვარ და გისახელებს თავის საპასპორტო მონაცემებს. რეზო ვარ, კორინთელი, სრული პროფესორი, გვასწავლი იმას, ხო? მე როგორი ხარ? რავი, მე რა გითხრა, გიჟი ყარა ხარ, მე რა მოგითხრა. პრინციპში რას ვამბობ? საპასპორტო მონაცემებს, რომელიც შინაგან სამყაროზე არაფერს არ ამბობს. ეს არის ეს არის მე, ეს არის ფსიქოლოგიური შინაარსები, რაც ფსიქიკაში ხდება. ეს შეიძლება იყოს აზრები, შეიძლება იყოს აზრები და მსჯელობები, შეიძლება იყოს ემოციები და გრძნობები, შეიძლება იყოს ლტოლები და სურვილები, შეიძლება იყოს ფანტაზმები, შეიძლება მოგონებები, შეიძლება ოცნებები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ არის ადამიანი, რომელიც იგივდება ერთ პიროვნების ერთ ასპექტსთან. დანარჩენებს უგულებელობს. ანუ თავისი მაგალითად მარტო მეცნიერია. ან მარტო სერიოზულია. ან მარტო ტანჯულია. მაშინ ხდება რა, მარტო ერთ სცენარს თამაშობს ცხოვრებაში. რომ კომპლექსს აქვს სცენარი, ამბავი, რასაც ის ახორციელებს. ერთი მხარე აქვს მარტო და აი შეიძლება არის, რომ მე რო გავყევ ცოლად, სხვა ადამიანი აღმოჩნდა სახში. ანგელოზი გარეთ, შიგნით დაუტანები. როგორ მოხდა რა ის ორი სხვადასხვა პიროვნება? ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს დაუშვათ გარკვეული რაოდენობა ცხოვრებისეული სცენარების და კომპლექსების, რომელიც არ იცვლება. მყარი რიგითული კავშირი აქვს თავის კომპლექსით. ეს არის ჯანმრთელი. ჯანმრთელი ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეიძლება გაბრაზდეთ, მაგრამ თქვენ გაბრაზებულ ნაწილთან არ გაიგივდეთ. მე დაივიწყოთ ეს ნაწილი. გამოგვიდეთ აქედან. მე დღეს რომანტიკულმა ნაწილმა შეგიპყროთ. გამოგვიდეთ აქედან. ანუ ცხოვრება რა წესებსაც, რასაც გთავაზობს, რა გამოწვევებს გაზრში პასუხობ, როგორ მოგმილად. მაგრამ არც ერთთან არ იგივდები. თუმცა სრულად განიცდი, როცა რაღაცას გავიცდი. ანუ ჩვენ გვაქვს ცნობიერება, განდევნილი არაცნობიერი და არაცნობიერი. არსებობს კომპლექსები, რომელიც ჩვენ რომლის შესახებაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მე დავიბადე დავუშვათ გაჭირებულ ოჯახში და ეს ყოველთვის ეს კომპლექსი მქონდა წარმოშობის, ან სხვა ეროვნების ვარ, სხვა კულტურაში, რაც მალავას.
ან წვირი არ მივარდა და მივარ ეს ყველა კომპლექსის შესახებ ჩვენ ყველამ ვიცით რა არსებობს გამბერნილი ხოლის მიერ აღწერილი რომელიც ვლინდება ხშირად წაცდენებში სიზმრებში და არის სრულიად არაცნობილი და იუს მოყავს ესეთი მაგალითი ერთ-ერთი აბატი დაინტერესდა იუდას თემით რატო არის ესეთი თეოლოგიური კითხები დასვა რატო არა იუდას ემპათია მისი საქციელი თუ არა თუ იუდას საყვარელი მოწაფე იყო და იუდა რო არ ყოფილიყო ეს აბატი რო არ ყოფილიყო ეს ქრისტიანული მისტერია შეგებოდა თუ ესე გაწირავს მე სიყვარულის რომ მას არ ემპათიება და ამით დაინტერესდა არ კითხვა ისიც რატო დაინტერესდა ეს აბატი ამ კითხვით ამ საკითხით რამდენიმე წლის შემდეგ ისტორიას კათოლიკურ ეკლესიას და მიწვდება სვეტებურგიანი რატომ შეაწუხა მარაცნობიერმა კომპლექსმა მე თვითონ ის აპირებდა კათოლიკური ეკლესიის დატოვებას და ამიტომ შეაწუხა იუდას თემა ანუ მე თუ დავტოვებ კათოლიკური ეკლესიას მე მეპატიება თუ არა თუმცა იმ დროს როდესაც ამ თემამ შეაწუხა ის საერთოდ არ აპირებდა წასვლას არც კი მოსვლია თავში როცა სხვაგან წასვლილიყო მაგრამ ამ კომპლექსმა ამ არაცნობიერმა უკვე იცოდა თუ რა ნაბიჯს გადადგავს ის და ამიტომ თავს ამას ეს არის სრულიად არაცნობიერი კომპლექსი აი აქ ცუდად ჩანს, მაგრამ ნახეთ ეს ეგოა. ეს შენი მხარე, რითაც ჩვენ გარესამყაროს ვეცდებით, ხო? და თუ ძალიან ძლიერია ემოციურად დამოხტულია კომპლექსი, ის ეგოს მისი თუნობის გამორით შემოდის ცნობიერების ველში. ძალიან დამოხტულია, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რაღაცა კომპლექსური რომ გვემართება, ჩვენ ვერც ვკითხულობთ. თავშე ბავშვი არ მოგვიყვება სახში, ხო? კომპლექსურია რა. ვერ ვკითხულობ, ვერ ვჭამ. ზოგი იწევს ჭამას. მაგრამ ღელა ამოვარდილი ხარ. შენმა მე დაკარგა ენერგია. ის მიზანდასახურცევას ვეღარ წარმოებს. რატო? აი მივიტო კი არა რომ ეგოს რა, იმიტომ რომ კომპლექსმა წაართვა ენერგია. ეხლა მოკლედ განვიხილავთ კომპლექსის ტიპები. რა ტიპებს ხდებით და რა კომპლექსებს ხდებით. ეს დაყოფა პირობითია, შეიძლება იმდენი კომპლექსია, რამდენი ცხოვრების პრობლემას. მაგრამ მაინც დავეხმარება ეს ობიექტ კომპლექსები, რომელიც ვლინდება გარე ობიექტების დაუბრუნების სურვილში. პირველი ეს არის კაინის კომპლექსი. ბავშვი, რომელიც იმადება, პირველი ის პრობს ტახტს, ის მემკვიდრეა. ის სიყვარულს დედის და მამის იღებს ამ დროს შტება მისი მეტოქე, რომელმაც ტახტიდან ჩამოაგდო. და ამიტომ მამა მას უჩნდება ამ დაძმის მიმართ ახალგაჩენილი სიძულვილის და აგრესიის გზნობა. და ამ შიზე ბავშვი მისი დაძმის მიმართ ინტენსიური სიძულვილით რეაგირებს. ეს არის მიზეზი იმისა, რომ მას ბევრი რამე მოაკლდა. მას მათი გაქრობის სურვილი უჩნდება, რათა დედის სიყვარულით მარტო დათქმეს და ამ სიყვარულის ერთადერთი გამზიარებელი იყოს. ეს ინფანტილური ეჭვიანობა ადვილი შესამჩნევია და განსხვავებული ხარისხი ბრინდება დაწყებული უმცროსი დაძმის უბრალოდ დაცილებით, დამთავრებული ფიზიკური თავდასხმით. ეს კომპლექსი წარმოშობს დაძმებს, ძმებსა და დებს შორის პაექრობას და მიუხედავ ისეთი ოჯახური სიტუაციის ჩამოყალიბებისკენ, რომლის დროსაც ადგილი აქვს დაძმის მიმართ შურის გზნობას, მათზე გამარჯვების
მათი გასწრების და უკან მიტოვების სული. ამ კომპლექსმა შეიძლება მიგმაროს ნევროზამდე ან გაძმის პროტექციისკენ. ამ დროს რეაქტიული ფორმირება იცით ერთ-ერთი ნევროტიული დაცვითი მექანიზმია, რომლის დროსაც ემოცია საპირისპირო ემოციად იქცევა. ამ დროს რეაქტიული ფორმირების მექანიზმით ხდება სუბლიმირება სიძულვილის, რომელიც სასიამოვნო მანერით საკუთარი ოპერატორობის გამტკიცებას წარმოადგენს. ჩემი მეტოქე, ჩემი შვილია, რომელსაც უღვლი, ზრდი, ანუ პატარა. ის არ არის თანასწორი მეტოქე. ოიდიპოს კომპლექსი, ხო? ოიდიპოს კომპლექსი იცით ყველა, ეს სიმაღლის გზნობა დედის მიმართ და სიძულვილი მამის მიმართ, მისი გაქრობის სურვილი, დაეკრობის მეტოქეობის და სიძულვილის ეს გზნობა მოგვიანებით მომძდრილ ცხოვრებაში გადაინაცვლებს იმ ადამიანებზე, ვინც მამის პოზიციას იკავებს, მაგალითად მასწავლებლები, უფროსები, არქემზონერები. იგი ქმნის მეამბოხე რევოლუციონერს, რომელიც ყოველთვის დაპირისპირებული ავტორიტეტების და ხელისუფლების მიმართ. ქალებში ეს ელექტრას კომპლექსს წარმოადგენს, სიმაღლის გზნობა მამის მიმართ და სიძულვილი დედის მიმართ და მისი გაქრობისა და მოცილების სურვილი. აქაც პაექრობის, მეტოქეობის და სიძულვილის ეს ზნობები მოგვიანებით მოზრდილ ცხოვრებაშიც გადაინაცვლებს ყველა იმ ადამიანზე, ვინც დაიკავებს დედის ადგილს და მის პოზიციას. მაგალითად, ქრიანი ქალი. არსებობს ქალები, რომლებიც ღირს იწყებოდა რომანს კაცთან, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს კაცი დაკავებულია. როგორც კი ჩამოაცილებს ან ოჯახს დაუბრუნებს, მერე ეს კაცი აღარ აინტერესებს. მერე ჩნდება სხვა. რატო? იმიტომ რომ აქ დგას ძლიერი დედის კომპლექსი, რომ მას სურს დედას აჯობოს და ყველა ქალი სამკუთხედში მჟავო, ერთი კაცი და ორი ქალია და ამ ქალზე უნდა გაიმარჯვოს. და ყველაფერს აკეთებს, ყველაფერს მიმართავს იმისთვის, რომ თავის მიზანს მიაღწიოს. მაგრამ განსაკუთრებით ეს კაცები ხდებიან ცნობილი, ვისაც პასიური ეროსია. და საერთოდ დედობრივი არ აქვს ესეთ ქალებს, მაგრამ არ ეცოდებათ. მე ის გავხდება, აღარ ბრუნდება, არც პირველთან, არც მეორესთან, ეს მე ღალატობს. სხვა კაცს ნახავს, რომელსაც ყავს ცოლი. იმაზე გადაინაცვლებს. დესტრუქციის კომპლექსი. დაკავშირებულია ორალურ და სადისტურ ფაზებთან და გულისხმობს სისასტიკის ინსტინქტს. დესტრუქციული გრევის იმპულსებს. ბავშვი ყოველთვის აინტერესებს რა არის შიგნით და აგრებს, ყველაფერს ლეწავს, უგაიმოს, რა არის შიგნით. პრინციპში, რატო ქვია მას კანიბალისტური, რომ ჩვენ გვაქვს მაცებს აჭკავს. შეიძლება დაგიგია შეჭამდა გემრიელია ეს და კოსმოს ბავშვს. ხო? და ჩაკვალუშე. მოსtildeასაში ამ ეტაპზე შეიძლება ეს დარჩეს როგორც და გამოვლინდეს სადიზმში და მაზოქიზმში. არის ადამიანი, რომელსაც სიამოვნებას აკეთებს გრევა, დამცირება, წყალება, სვისი, ხო? ამბობენ, რომ ესეთი სუბლიმირებული ფორმით ის წარმოშვებს ქირურგებს, გამოჩენილ გენერლებს, ხოლო მაზოქისტური ფორმით ქმნის ასკეტურ ტიპს, ეგრეთ წოდებულ ნევროზულ ასკეტიზმს. ნევროზული ასკეტიზმი რა არის? როცა ადამიანი იკეტება, უარსამობს ყველაფერზე, ტანჯვის როლს თამაშობს და ამის უკრაინის უსულობა. ეს არ არის დედა ტერეზას ასკეტიზმი, ეს ნევროტიული ასკეტიზმი. ხშირად აი ამით იღებს თავის ტანჯვით, მე აი ამ ტანჯვას მოყვება გულშემატკივრებულ, რომელსაც აგროვებს თავის გარშემო. ისტერიული კომპლექსი მოიცავს ბავშვობის პერიოდში ისეთ გამოვლინებათა ჯგუფს, როგორც არის ცნობის მოყვარეობა,
ნახვის და ცოდნის ინსტინქტი, სურვილი რომ გაიგო რა არის. და მისი ანტითეზა გამოჩენის, დემონსტრაციის და გამავლის სურვილი. ბავშვს ყველაფერს სურვილი გამოგაცნობს, მაგრამ ეს სურვილი ვერ ბრტყავდება იმპაქტიურ ძლიერ ინტერესთან სქესის შესახებ. გაინტერესებს როგორ გაჩნდა, რა ხდება დროს და საერთოდ ეს თემა ძალიან ისეთია თამამებული. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აქიზა თავოსნათ. აი მაგალითად როგორ ავსნა და უნდა უთხრა, რომ აი შენ გაიბადე აქ თბილი ადგილი იყო შენთვის. სიყვარული არ აჯაყოთ ეს ამეთოდის ცივი. პირდაპირ რომ ეს არის ეს არის. ეხლა სუბიექტთან მიმართებაში ეს არის დაზიანების დასაკიჩრების კომპლექსი, ამ კომპლექსს ფროიდი კასტრაციის კომპლექსს აღნიშნავს. ეს ფროიდის ინტერპრეტაცია და იუნგის ინტერპრეტაციას არის ეს მოკლედ შეიძლება. ფროიდის მიხედვით ბავშვი აღმოაჩენს სქესობრივ განსხვავებას, მას არ ესმის ეს ბიოლოგიური მიზან შეცვლილობა და ის იქნებს როგორ რომ მე რაღაცა ვარ და ჩემ დასა რაღაცას ეს არ აქვს. ამიტომ მე უპირატეს პოზიციაში ვარ. მე კარგი ვარ. ხო? და გოგოს უჩნდება პირიქით. რატო არა მაქვს? ერთია რომ მე დამჭრეს, დავსაჯეს, მეორე დედამწუდი გამაჩნდა. და თითქოს აქედან ქალს უჩნდება შური, რომ იმას რო აქვს მეც რატო არ უნდა მქონდეს და ამიტომ იწყება პაეკრობა მამაკაცთან. რომელსაც ფროიდის მიხედვით თითქოს ეს პენისის შური უნდა საფუძვლა. რომ სურვილი რომ მეც მქონდეს, მეც აქტიური ვიყო. იუნგი კასტრაციის კომპლექსს სხვანაირად ისე ამბობს, რომ დედა შეიძლება დაასაჭურისოს შვილი. რატო? უნდა გამასვლა პენისი და ფალოსი. ფალოსი არის შემოქმედებითი ენერგია. აი მაგალითად ინდოეთში ხშირად არის ეს ფალოსები, რაც ნიშნავს შემოქმედებით საწყის. რა ეს არ ნიშნავს სექსუალურ ორგანოს. როცა ბავშვს განებიურება, პრინციპში მას ასაჭურისება. განებიურებული გაზრდა, განსაკუთრებით მშობელი, რომელიც შვილის გასაკეთებას თვითონ აკეთებს, პრინციპში მას ასაჭურისებს. არაძლევს ენერგიას. მის გასაკეთებას თვითონ აკეთებს და ის მას ბავშვად აქცევს. და ეს კომპლექსი ხშირად ვლინდება ნარკომანებში. ნარკომანი ვერ დაბრკოლებებს ვერ ლახავს. ხო? ნარკომანი პრინციპში რეგრესის ზარით უბრუნდება სიამოვნებას და არაფრის კეთებას პრინციპში. ის უბრუნებს, რომ რეალობა ნორმალურია რა. სიამოვნებას რეგულობს დაუმსახურებლად, თორე თვითონ რასაც იკეთებს, რას იკეთებს ენდორფინს. ენდორფინი არის ძალიან კარგი რამ. თუ ენდორფინის მაგალითად დამტკიცებულია, რომ მედიტაციის და ლოცვის დროს ენდორფინის რაოდენობა იზრდება ორგანიზმში. ერთი უზბეკი მეურნეობა ნარკოლოგი რომ ჩვენთან аксакалы принимают малое количество опиатов. Рато, то эндокринная система работает, mere umătele, მაგრამ ეს პრობლემებია სტებია. ეს შენს კულტურაში მოსულა, ვაკლი ბრიჯს ამას. ეს ბუნებრივი ძალა, რომელიც საჭიროა. არა, ბიჭს თავისი უპირატესობის დაკარგვის შიში. იმპოტენტი მამაკაცი, რომელიც დაუშვათ ხშირად არის ფრიგდულ ასე ვთქვათ, ნევროზის დროს, მაგალითად ვასილ ჩეკოს იმპოტენცია 25 წლის რა თქმა უნდა ფსიქოგენური იმპოტენცია ეს. მაგრამ ქალი ესეთნაირად იქცევა, რომ კაცი იმპოტენტად ხდის. რეალური იმპოტენციაზე მაგალითად. რატო ხდება ეს? იმიტომ კაცი დაჩოქილია. იქ სადაც ის კაცი უნდა ყოფილიყო, ვერ მოახერხა ეს და ამიტომ მუხლებზე მაქვს დაჩოქილი. ეს თუ ქმარია, მაშინ გააკეთებინებს ყველაფერს
ამ საერთოდ შეუნახავს, მაგრამ ძალაუფლების სადავები იქნება მიწხედში. ამიტომ მამაკაცს ეშინია თავისი თანამდებობად სიმბოლურად ეს არის დაკარგვის, დასაჭურისების, თავისი უპირატესი პოზიციის დაკარგვის. Ფროიდიც ამატებს აქ იმას, რომ ხშირად მასტურბაციის დროს ბიჭს უშლება შიში, ხშირად აშინებენ ხოლმე, ეს არ შეიძლება, რომ მოგზრება, ეს მოგივა და კასტრაციის შიშები ეცადა. ქალში არაც ცნობიერია ეს კომპლექსი, იწვევს დიანას კომპლექსს, ანუ მამაკაცთან აეკრობის, მასზე გამარჯვების სურვილს. სამწუხაროდ, ბევრი ფემინისტია ესეთი. ფემინიზმი კარგია, როცა ქალის უფლებები დაიცვა. მაგრამ აი ეს არ ნიშნავს, რომ ქალმა თავის ქალურობაზე უარი თქვას. ზოგ ფემინიზმს თავის უფლებებს კი არ იცავს ქალის. ამით კაცად უნდა გახდომა. რაც სხვადასხვა რამ არის. ქალი უნდა იყოს ქალი, მაგრამ მისი უფლებები უნდა იყოს იგივე, როგორც კაცის. ხო? ზოგს ეს თუ კაცი მაგალითად დაკონტროლია, რატო არ შეიძლება ქალი დაკონტროლი იყოს? თუ კაცი მშენებლობაზე მუშაობს, ქალმაც უნდა იმუშაოს რა. და ასე თუ ისე ამას თუ გავყოლით, ქალი კარგავს და ეს კალულობს. და მისი თულობას კესებს შორის ხლებულობს. თუ გინდათ ნახოთ, ეს არის ესეთი ფილმი, სიუჟეტი რამაც. ქალი ახელმძღვანელი კადრი, ან კაცი და მე ქალაქ გადაიქცევა. ქალი ხდება. მანამდე არ იყო ქალი, ხელმძღვანელი იყო დირექტრისა. მაგრამ რაღაც კაცთან ურთიერთობის დროს ისიც არის და ისიც, კარგად თამაშობს. არის საფრთხე. დაბადების კომპლექსი. ჩვენ ყველამ გავიგეთ, როდესაც როგორ დავიბადეთ. ბავშვს აქვს თავისი ინტუიტიული თეორია დაბადების შესახებ და ზოგჯერ არასწორად იგებს ამას. ეხლა დაბადების კომპლექსის მშობიარობის ტრავმა. ეხლა გაჩერეთ სურათებს. აი დედა და ბავშვის სიმბიოტური ურთიერთობა. ამ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, დაცულია და მისი ყველა მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია. ბავშვი იგებს, ხედავთ? ანუ დედა აჩნევს, ანუ აქ არის სიმბიოტური მთლიანობა, ჯერ არ არის განსხვავება დედასა და შვილს შორის. და პრინციპში ნეტარების და ასე ვთქვათ სამოთხის სიმბოლოა ეს. სამოთხეში დაუბრუნების. მაგრამ გარკვეულ ეტაპზე მშობიარობის დაწყებისას დედასთან დაპირისპირება ხდება, ამ დროს ნაყოფი მექანიკურად და ქიმიურად გაუწყლდება დედისგან, მაგრამ მისგან სრულად განთავისუფლების შესაძლებლობა არ აქვს. ეს უიმედო ჭირში მოქცევის გრძნობა იგულებს. აქ ხდება რა? საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვა. ამას არ იქვას, როგორც იცის რას, როგორც რაღაც თავდასხმას. შემდეგ არის სინერგიზმი დედასთან. ეს შესაძლებლობის მეორე სტადია, როცა საშვილოსნოს ყელი გახსნილია და იწყება არხში გასვლის მძიმე პროცესი. ამ დროს ადგილი აქვს ძლიერ მექანიკურ ზეწოლას და მორჩობა მაღალ ხარისხშია გამოყოფილი. ნაყოფი თვით გადარჩენისთვის იბრძვის და ცდილობს გადავარყოს ეს წინააღმდეგობა. თუ როგორ გადავარყავს ამ წინააღმდეგობას, ეს არის მატრიცა ყველა მომავალში არსებული დაპყრობების გადავარყოს. ეს ერთი. ხშირად ადამიანს, რომელსაც ჭიკვარი გადაეკვეთა, არის ესეთი რეგრესიული ჰიპნოზი, როცა გადაყავს, ეუბნებიან, აი შენ ერთი წლის ხარ, ხა ცრათის ხარ, ხა დედის მოცელში ხარ. და დაბადების მომენტში ზოგს ეწება მორჩობის გრძნობა. და მათ ძალიან უსიამოვნო და დისკომფორტს იწვევს მაშინ ჰაუსტიპის გაკეთება, მერიკეთება. თუ ჭიკვარის გადაკვეთას ხონდა ადგილი და
არსებობს ამიტომ ქიმიური მეხსიერება, რა თქმა უნდა, ცნობიერად მას არაფერი არ აქვს, სხეულს ახსოვს ეს. ამიტომ არსებობს ქიმიური მეხსიერება. რომელიც არ არის ხატოვანი, გაშერება, პერცეფცია არ არის ჯერ. და აგრეთვე ალბათ მოტორულიც, ჩვენ ხო მოტორული მეხსიერება არსებობს, როცა ნაყოფი მოძრაობს მსხლის საშუალებაში რა ეს ახსოვს ეს. იმიტომ ნაყოფი უკვე განასხვავებს დედის ხმას მამის ხმისგან და მამის ხმას სხვა მამაკაცების ხმისგან. ეს არის ვერიფიცირებული ამკიცები. და აი დედისგან გამოყოფა სიმბიოტური ერთიანობის დასასრული და ახალი ურთიერთობების დამყარება ამ დროს აგონიის განცდები კულმინაცია აღწევდა, რაც არში გასვლით სრულდება და რასაც საბოლოოდ შვების გზნობა მოხდება. ეს ციკლი ყველა ფსიქოლოგიური დაბადების დროს მეორდება. და ეს უნდა მოხდეს არა მარტო ფიზიკურ დონეზე, არამედ ფსიქოლოგიურ დონეზე, ბავშვი უნდა მოწყდეს დედას, ფსიქოემოციურად. ხშირად ეს არ ხდება, ამიტომ ბავშვი არის მიჯაჭვული დედაზე, მთელი მისი ლიბიდო არის დედაზე მიჯაჭვული და ჯერ ესეთი უჯრის მაგალითს ნახვა, იმიტომ რომ დედაზე ფიქსირებული. დედა შეიძლება ჩაანაცვლოს ეკლესიამ, შეიძლება ჩაანაცვლოს ალმა მატერმა, შეიძლება ჩაანაცვლოს პარადა. ეხლა ქცევასთან მიმართებაში კომპლექსი. დედის კვერდისგან განშორების კომპლექსი. ანუ ადამიანის რომელსაც ეშინია განშორების. ხშირად სევდიანია და ეს რა თქმა უნდა დეპრესიულ პაციენტებში კარგად არის გამოხატული. და შემდეგ ეს ხდება ხოლმე ყველა ბავშვი, რომელიც განშორება ხშირად ხდება ჩვენ მარტო დედის კვერდზე, ჩვენ საბავშვო ბაღში წავედით, მერე სკოლაში, მერე ქალი, რომელიც თხოვდება და მიდის სხვა ოჯახში. ის თავს ოჯახს ტოვებს, სხვა უნდა იცხოვრებს. ეს ის განშორება. და ეს კომპლექსი იქნება ყოველთვის, როცა ადგილი აქვს ახალი ვითარებების წარმოშობას, სადაც უნდა ახალში გადავიდეთ. და ამ დროს ვლინდება შემდეგი დამახასიათებელი სიმპტომები, ექსცენტრულობა საყვართან მიმართებაში. მეორე ჭამა, თუ გაიმდიდროა, გაშორების მომავალ მეორე გაუმაძღარობა, სიხარბე, რომელიც შემდგომში გადაინაცვლებს მეტალურ სფეროში და იწვევს უკიდურეს ამბიციებს. გაქცევის განმდიდრების კომპლექსი, რომელიც გასაგებია ყველასთვის, როცა ჩვენ კი არ ვისწრებით მოვლენას. სტასულად კი არ რეაგირებთ, დაუშვათ ბავშვმა დაიგვიანა, მის მაგალითად დავრეკო პოლიციაში, საავადმყოფოებში, დავრეკო მის მეგობრებს, ვიწყებ ჯამას. რეგრესი ხდება. ადრინდელ მაშინა რეაგირებაში გადავიდა. ეხლა არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ზადნერის მიხედვით, თუმცა დეპექტით. ანუ თქვენიც რო ადლერი ლუქსა იმას პროც არ ეთანხმებოდა და ამბობდა წამყვანი არის არა სექსუალობა, არამედ სრულყოფისკენ სწავლა, ძალაუფლების კომპლექსი. და ძალაუფლებაში ესმოდა ნიჩეს ცნება, სრულყოფისკენ სწავლა. ადამიანს, რომელსაც არასრულფასოვნება აქვს, არასრულფასოვნებას აქვს ორი მხარე. ერთი შეიძლება დაგწყნოს, ჩამოგდოს, სხვაზე ნაკლები ხარ, მეორე არის რა, დადებითი. ეს საწვავია იმისთვის, რომ სრულყოფისკენ თავი. ლუასარ თათქალიძეს რო ქონოდა არასრულფასოვნების კომპლექსი, ხო? ის წიწავიდურა. ანუ მაღალი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს, ის მყარი ადამიანია, ის სოციალი აღარ არის. ანუ არასრულფასოვნებაში არის კარგი. ამიტომ ადამიანები, რომელსაც ხონდა დეპექტი, ხო? მაგალითად,
დემოსთენეს ჰქონდა ლოგონევროზი და გადმერ შემოაკრავო კომპლექსს აქვს არა მარტო მიზეზი, არამედ მიზანი. მიზანი მართავს ფსიქიკას და არა მიზეზები. მიზეზს მნიშვნელობა აქვს, არა განამწყვეტია ტელოს, ტელეოლოგიუს მიდგომას. ანუ წარმოიდგინეთ დემოსთენე, რომელიც საბერძნეთში ლოგონევროზი ჰქონდა, რა თქმა უნდა, ლოგონევროზი ყოველთვის ოჯახში არსებული ინტერპერსონალური ურთიერთობის შედეგია. ეს არ არის ორგანული დაზიანება. და რას აკეთებდა? მან იმას მიაღწია ჰიპერკომპენსაცია მოახდინა, მის რითი ყველს ილაგებდა, გადიოდა ზღვისფერას და ვარჯიშობდა და გახდა არა მარტო ნორმალურად მოსაუბრე, არამედ საბერძნეთის პირველი ორატორი. აირეთ შვარცენეგერი, რომელიც ასტერიული აღნაგობის იყო. რამდენი მუშაობდა. ანუ ხდება კომპენსაცია. ეხლა რა ქმნის ამ არასრულ ორგანოთა დეფექტი? თქვი აზრდა. ან განებიურებული აზრდა, რომელიც იწვევს რას? განებიურებას, უსუსულობას, დასაჭურისებას, ის ვეღარ ებრძვის ცხოვრებას. უჩის ადრე ადრომა მისვლა, აღარ შემიძლია გამარებდა, ხო? მეორეა კაცრი აზრდა და ეს იწვევს ამ მეამბოებს ან კონფორმის უინიციატივო ბავშვს, სამაგალითო ბავშვს, რომელიც ყველაფერზე კითხვას სვამს, ვერაფერს ვერ გააკეთებს. შემდეგია ოჯახური კონსტელაცია, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გააჩნია რომელი ხარ ითხოვის მიხედვით, თუ პირველი ხარ ეს სხვა არის, თუ უცროსი ხარ სხვა არის, თუ ოქრონი ხარ სხვა არის, თუ ხუთი დის დასთან ცხოვრობს ერთი ძმა, ეს განებიურება აშკარაა, ხო? ხუთი მოვლელი აქვს, ხუთი დედა. თუ ერთი და ხუთი ძმა, მაშინ არაჩვენებელი გამოფენა შობავს, არა თინას ძმები. სქესობრივი განსხვავება, ესეც არასრულ ფასოლების გამოწვევია, ოღონდ პატრიარქალურ კულტურაში, სადაც ქალი ითვლება მეორე ხარისხოვანად. გვარის გამზელებელი არ არის, ეს ძველ რელიგიებშიც არის, სინაგოგაში ქონოდა უშუალოდ ქალს, არ შეიძლება უთხრა. ქალი რაღაც მეორე ხარისხოვანია და ქალს უჩნდება სამართლიანი პროტესტი ამის მიმართ. ეს იყო დაუშვათ კლასიკური ფსიქოანალიზის მიერ მოწოდებული კომპლექსები, მაგრამ არსებობს კიდე სხვა კომპლექსები, დედის, მამის, გმირის, ფულის, ფარისევის, მეზრელის, განტევების ვაცის, იუდას, უძლებიშვილის და სხვა. ეხლა როგორ უნდა გამოვიცნოთ ჩვენ ვართ თუ არა კომპლექსების ზეგავლენის ქვეშ. პირველი, უნდა აღმოაჩინოთ როგორი. ის რაც იწვევს ჩვენში ძლიერ ემოციებს, ეს არის კომპლექსური ჩვენში. მეორე, როდის ვაკონტროლებთ ზედმეტად სხვა ადამიანებს. რა პირობებში გადავდივარ თავდაცვის პოზიციაში და უსაფუძვლოდ ვიცავთ თავს. რომელი იდეას ვაქცევთ რიგით მდგომად. ვის და რის მიმართ ვართ ფანატიკურად განწყობილი. შეიძლება იყოს მამა, შეიძლება იყოს პრეზიდენტი, შეიძლება იყოს. როდის ვართ ზედმეტად ჯიუტი და ბრმად შეუვარი. ვინ გვიყვარს, ვინ გძულს და რომელი თვისებების გამო. როდის ხდებით არაადეკვატურობა. თუ როცა არაადეკვატურობა ხდებით, ჩათვალეთ კომპლექსი მუშაობს. რის მიმართ ვავლეთ მოუთმენლობას და დაუფიქრებლობას და ვიცებით ნაჩქარება. როდის ვართ ზედმეტად თავდაჯერებულები და აუსმენთ სხვის აზრს. რის მიმართ ვავლეთ ეიფორია და როდის ხდებით უკიდურესად რომანტიკულები. ეს კომპლექსი. რომელიც ცხოვრებისეული პრობლემა გვანგრევს.
და როდის ხდებით აგრესიული. ან რა გვაიძულებს მოიცეთ ირაციონალურად, მაგალითად ფულის უაზროდ ლაპა, თავისთავთან ლაპარაკი. და ამ დროს კომპლექსი არვეს შენს ინტერპერსონალურ ურთიერთობას, აუტომატურად მოვლენების და საკუთარი თავის ხედვას და ხელს გვიშლის მიზნის მიღწევაში. ახლა რა არის საჭირო მისთვის, რომ კომპლექსი უვნებობოთ? პირველი უნდა გავაცნობიეროთ და ვაღიაროთ მისი არსებობა ჩვენში. კი ეს მაგ შვენიერი ვარ. ან ძალაუფლება იმას. უნდა ვაღიაროთ. უნდა მოხდეს მისი უპროექცირება, როცა ზოგჯერ ეს კომპლექსის ჩვენ პროექცირებას ამოწმებს სხვა ადამიანზე. როცა ჩვენ სნელი ის გვისმის, ის მოგვიტანს, აი ეს უნდა მოხდეს უკან წამოღება. სნელი შიგნით არის და არა გარეთ. და თვით შემეცნების, ანუ თვით გაცნობიერების გზით გავთავისუფლდეთ მათგან. კიდევ გავიგოთ რა, კომპლექსი რა მიზანი აქვს. თუ გავიგეთ მიზანი და ამ მიზანს მივახცეთ, კომპლექსი საჭირო არ არის. და მოვახდინოთ მისი გაცნობიერება. და ამით რა თქმა უნდა, ჩვენ როდესაც ვაცნობიერებთ ესეთი კანონი არსებობს სიყვარულში, რასაც თქვენ აცნობიერებთ თქვენში, იმას თქვენ მართავთ. ის თქვენი მორჩილია. რასაც ვერ აცნობიერებთ, ის თქვენ მართავს. ამიტომ ჯობია რომ ესე იგი მართოთ ჩვენი კომპლექსები, ვიდრე კომპლექსებთან მართოს. მადლობთ ყურადღებისთვის. ახლა კითხები გქონდა.
ახლა წარმოიდგინოთ, ხალი რომელმაც უნდა გააჩინოს, აი ავიღოთ ესეთი რაღაცა, რომ გათხოვდა და სან-ფრანცისკოში მიდის სტაჟირებას. ამას ეუბნება, რომ როგორც გაუსულდა და გააჩინა და კარგას ამის შანსი. შეიძლება მოხდეს კონფლიქტი. ნაწილი მისი ასე ვთქვათ, პიროვნების იყოს წინააღმდეგი ჩასახისა და საერთოდ ეს ბავშვი ნაწილობრივ იქნება არასასურველი. ამას რა ქვია, ჩამოსაგებო. არ ვიცი, არ ვიცი, ამას ვერ ვიტყვი, მიჩნევები გვაგეძლია, მაგრამ არასასურველი ბავშვი ეს დორტოსა ეს კვლევები, რომ მოყვება ეს არასასურველი. ის თავს გზნობს არ იცის რა თქმა. იმიტომ მივიდნენ აი ამ ეს მოყვება ადამიანს, რომ ის მიტოვებული არასასურველია, მაინც და მეფინდა ის არასასურველია, რომელიც სასურველია. ამიტომ ზოგადად ვთქვიდა, რომ ბავშვი მივადება ჯერ დედის გულში. სულელში პრობლემას. ისაჩება. ამას დიდი მნიშვნელობა. ეს გადადის ბავშვს. ოღონდ გადადის ისე კი არა მაგრამ როდესაც ფსიქოლოგი მუშაობს სულთან, როცა ამზადებს ეს იცია, იქ რა თქმა უნდა ბავშვაში ეს ბავშვი, ხო? შეიძლება დედამ აღარ გადაიტანოს ბავშვს აგრესია. ხო? შეიძლება დედა თვითონ, დედა არა. 18 წლის პატარა გოგოა, როდესაც დედამ არ გამოიძახა. ამიტომ ეს ბავშვი არის როგორ მოვარო, მიყავს ისთან, დედამისთან. დედამისი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისაჩი. ამიტომ აირის შობიარობის დროს და საერთოდ კონსულტაციაში ხდება ძალიან კარგი და მობილური ფსიქოლოგი. რომელიც იყო დოლტოვისი ასე ვთქვათ ფსიქოანალიტიკოსი და ის რო ჩამოვიდა ფსიქიატრის ინსტიტუტში მუშაობდა პათოფსიქოლოგიური ლაბორატორია და ჩამოვიტანა რაც იყო ტესტები და ამის ძალიან დიდი წვლილია შეტანილი საქართველოში ფსიქოანალიტიკის ფარულად გავრცელებას აშკარად ვერ ვიცით ამას მაშინ და ის რომ მოხდა არაცნობიერის შესახებ კონგრესი ჩავიდა 60 წელს ეს მისი დასაქმებაა მან ჩამოიყვანა ლაკანი ჩამოვიდა ყველა წამყვანი ფსიქოანალიტიკოსი ჩამოვიდა გაფორმებულს ისე რომ მასაკობია ადამიანი მაგალითად რომელიც არ არის ემოციური ანალიზირებს რაღაცებს და ემოცია არ არის ამაზე და შეგვიძლია ვთქვათ რომ არ არის კომპლექსები ეს პათოლოგია არის არა კომპლექსი რა ემოციური ადამიანის კომპლექსი ის ხნის დაცვა ცნობილ ნიგავს არის სვაჟი ტრავმა უსი ადამიანის პროცესები ეს მოჩვენებითი არის ამის უკან ტრავმა არა ყველა ადამიანს აქვს კომპლექსის გარეშე ადამიანი არ არსებობს ყველას აქვს მაგრამ რომელი კომპლექსების კონსტელირება ხდება ეს ჩვენს ბავშვობის ინდივიდუალურ ცხოვრებაზეა დამოკიდებული ხო მაგალითად ქალი რომელსაც ყავდა მოცისრიგებული მამა არაბიანობდა პოეზია უყვარდა ხო ის რომ გაყვეს მოკეიფე კაც რომელიც ეცავს ყველაფერს ტრაგედია და შეიძლება ეგეთ შეკითხვა ქონა მეც გოგო რომელსაც მაგალითად გარდაეცვლება მამა რომელიც მისთვის არის რაღაცა სახე
მოწესრიგებულობის და ყველაფერი დადებითის. არსებობს თორემე ესეთი კომპლექსი, როცა მის მეორე ნახევარში ეძებს ამ მამის სახეს და ყოველთვის ეგრეა, ყოველთვის მამის ეს მამის მაგალითად გოგოზე გააჩნია მამა მოგდებს ქალიშვილის სოფლობას. მაგალითად თუ მამა მოუწესრიგებელი იყო ატარებდა ქალებიდან და სავარაუდოდ ხალხმა გაიმეორეს მამის ცხოვრების კარიერა. ეიქია დასტარება. კაცში ესეთი ხალხზე ვამბობ, მაგრამ არის ხალი დაუშვათ. ახლა შეიძლება რეცეპტების დაუშვათ ხალი, დაუშვათ ესეთი მაგალითი ბიზნესმენი ხალი, რომელმაც 35 წლის ასაკში მიაღწია იმას, რომ რამდენიმე მილიონი აქვს შემოსავალი. ტოპ მენეჯერია, რომელმაც დიდი ფილმის და ეწევა თავის ტკივილი, უხალისობა, მიდის ანალიტიკოსი. ანალიტიკოსი არ ყვეს, რომ ეს გოგო გაიზარდა ისეთი მამის პირობებში, რომელიც იყო მოწესრიგებული, ძალიან ბევრს მუშაობდა, მისთვის მთავარი მიღწევები სამუშაოში. ის თვლიდა, რომ ეს გოგო მას არ ყავდა შვილი და გადაიტანა ამ ქალიშვილზე ის, რაც თავის შვილზე ბიჭზე უნდა გადაეტანა, ეს გაიგივდა სულით ამ მამის და იქცეოდა ისე, მისი ძმა როგორც უნდა მოქცეულიყო. ანუ ცხოვრობდა მამამისის ექსპექტაციების შესრულებას არასაკუთრებას. აი მამის კომპლექსის ზეგავლენა. და ესეთი ადამიანი, რა მამამ ისე იმოქმედა, რომ ეს გახდა მამის იმედი გაამართლა, ტოპ მენეჯერი გახდა. რასაც მამა ოცნებობდა, მაგრამ დახტნა თავის თავში სხვა რაღაცა. ელონება, ამიტომ როცა მიხვდა ამას, რომ მამის გზით მამის ზეგავლენა ცვლის თავის ბედს, შემოცილდა მამის ოჯახს. ამიტომ კომპლექს ორი მხარე აქვს, დადებითის და უარყოფითის, ფსიქოთერაპევტის დანიშნულება, რომ გააძლიეროს დადებითის ზეგავლენა და შეამციროს უარყოფითის ზეგავლენა. ესე არ შეიძლება მამა რაში შევძლო ყოველ მომენტულ შემთხვევაში მამა იყო მოწესრიგებული და გარდაიცვალა და ქალიშვილს რა მის მეორე ნახევარზე იყო ჩემი შეკითხვა, ეძებს თუ არა მის მეორე ნახევარში შეიძლება და ვერ იყოლოს და დაინტერესდა. მაგრამ რატომ ვერ იყოლოს? შეცდა და არ აღმოჩნდა ის მეორე ნახევარი სადაც კარგად ვერ დააკვირდა, იმიტომ რომ კომპლექსი იყო. კარგად თუ დააკვირდა თუ კომპლექსი ჩაერთო მამამისის, მაშინ ის ბიჭი ზუსტად მამამისის გამოვება იქნება. დაიქნება, დამხმევა მოხდება დადებითი. შეიძლება ამბობდა რომ მამა არის ზუსტად უნდა ვიცოდე ისტორია და დასკვნები შეიძლება ამბობდა და გაამართლა თავისი სტარი ნაბიჯი რა იმით რომ მამის გამო მოხდა ეს სინამდვილეში სხვა ვერ ხდება და მას არ არის. ანუ ეძებს ისევ როგორც მამაში სხვა მეორე ნახევარში შენ ამას არ აღიარებ, რომ ისე ყავს წარმოგიდგენები შენი მეორე ნახევარი, როგორც მამის თვისებებიდან გამომდინარე და ასე რა გამომდინარე. მე ინტელექტუალურად წარმოვიდგინე შემოვიდა იცი მამაში ისე იქცევა ისეთი მოხდა ისე ლაპარაკობს ისე ყველაფერი იცებს რაც მამის მიმართ ხონდა მაგრამ მამის მიმართ შეიძლება სიყვარული და შეიძლება რიგი ხონდა რომ მამა დიქტატორი იყო რომ მამა ასირებდა ანუ ყველაფერი რაც მამასთან ხონდა ის იღუძებს თუ მოხდა რა ის რაღაცები გავს ამას შეიძლება ეზარდო პროექცია მიაწერ მამისთან ეს ხდება ტრანსფერში ანუ გადატანაში ანალიზის დროს შენ ანალიტიკოსი რა დაგაქვს ის რაც შენ ხონდა ბავშვობაში ამიტომ არ ჭირდება ფსიქოანალიზი გადამოწმება ეს ვერიფიცირებულია თუ არა იწევს ზუსტად ისე ქცევას როგორც ბავშვობაში იწევდა ამით ფსიქოანალიტიკოსი უყურებს საკეში უყურება ჯადოსნურ საკეს და ხედავს შენ როგორ იწევდი ბავშვობაში ყველაფერს
ეს ხშირია. გადადა პროცესი. ეს შეიძლება იყოს კოლექტიურიც, როგორც უცხოეთში უნდა გავაკეთოთ. შეიძლება კაცრი ტრადიციული ქართული მამის მიმართული გაგზავნილი გამშვიდობა. შეძინა. უნდა გამწვი, იგი გამწვი. აი მე გამწვი. უში ვიკეთებ. არის მამაცვალობის ფორმა ბიჭი. როცა ეს კეთდება იმისთვის, რომ მაჩო მამა გამწავს. მაჩო მამისთვის ბიჭილობა. ჩემი შვილი, ჩემი ბიჭი როგორია? ამას უკეთებ ბიჭი, იმიტომ რომ ის კონკრეტია. რაფესო დააზო. ასაცილი და ახაც საკმარისია შეიძლება გაცნობიერო და ვერ მოერი, ამიტომ ასეულს გადამუშავება, როგორც სულ დამუშავება და მე, მაგრამ ის რომ გაცნობიერებ, უკვე შენი მხედველობის არეშია. შენ უკვე შეგიძლია ის ამაზე მუშაობა შეგვიძლია დაეუფლოს. გაცნობიერება ნიშნავს საკმარისი აქტუალია. იმაში მიყოლია დაუბრუნდი შეიძლება. ეხლა რომ მაგალითად თუ ადამიანი ეს არ გამოხატ. შეგეძლო ფას ნიშნავს და კომპლექსო. ამიტომ ეს ადამიანი უბრალოდ ძლიერია და აკონტროლებს თავის ემოციებს. რას ნიშნავს ძლიერია? მან მარტივ მაგალითს მოგამაგრე. აი, თქვათ მოხდა რაღაც ავარია. და სვეტის მოდის ის თქვათ ფეხი მოხდა, ხელი მოხდა, ხო? შეიძლება ადამიანმა უბრალოდ თვალები დახუჭოს, ან ტივილი დაიწყოს, ან საერთოდ გულის წაუვიდეს, ხო? მარაცოს მეორე ადამიანი, რომელიც არ დაიბრუნა და სხვანაირად მოხდა. ეს ხო არ ნიშნავს, რომ ისა ემოცია. ეს ნიშნავს, რომ სუსტინებელი არა. ხო, ანუ ზეგანი ხო ის მომენტი, რომ უბრალოდ ემოციო რა არის, ბავშვს კლავენ და შემშვიდა დუქი. ვიღაცა მოკვდა მერე რა. ვიღაცა წვალობს, ამით თანამგზნობის უნარი არა. ასე რომ უფრო თანამგზნობა ვიდრე ემოციები ხო. თუმცა საჭიროა იმ ემოციის დაბლოკად უნდა შეეძლოს ადამიანს. თუნდაც არა მოსულ. არა, რაჩნია მომენტი. არა, მეორე ბავშვს გადაჭრილის შანსი. ეს იმ ემოციებს ატევი პირველ ბავშვს. არა, ცელის მაქსიმას არ ვარ. გასწავლეთ, ნახე. ადამიანი რომელიც რომელსაც აქვს თანამგზნობის უნარი, მაგრამ ეს თანამგზნობა არ ნიშნავს, რომ შენ იზიარებ იმის პოზიციას. მე შეიძლება თანაუგზნო ჩემ პაციენტს შიში. ეს არ ნიშნავს, რომ შიშმოები შეიძლება. მე მის ტყავში ვჯდები, ნაცნობები, მაგრამ მაშინ გავგიჟდებოდი თქვენ. ყველას პრობლემები რომ ესე ახლოს მიიტანება. მე გავუძლებ. ამიტომ არის რა თანამგზნობა არ ნიშნავს პოზიციის დათმობა. ხო? შეიძლება თანაუგზნო ადამიანს ვისაც დედა მოუგზნა და აპირებდა თვითმკვლელობას. მაგრამ შენ არ იზიარებ ის პოზიციას, რომ გავიგებათ შეიძლება თანაუგზნო და გაეხმარო იმაში რა მოიგდეს, ხო? თორე შენ მაშინ როცა მყარ, მაგრამ ბიოლოგიური არ არის. ეს სოფლებობრივია. იმიტომ სტიმულსა და რეაქცია შორის სოფლებობრივია. ამიტომ გაგაგებთ, იცი რომ დავუშვათ შენთან მოვიდა ადამიანი და გისმის
მახდარო წავედი სასოციალურ ტელევიზიაზე. ანუ ეს იმიტომ შენ მხარი რეგულირებათა სისტემა აქვს და სასოციალურ ტელევიზიაში თუ გაყარი ის შეიძლება მოხდეს. ამიტომ თანარძნობა ნიშნავს გამისტრის შესაძლებლობას მაგრამ ზანიშნავს მე ჩემი თავი მოვიწყე მეგობრებო ამიტომ შენ ას ემოცია არ უნდა გშტანთქოს არ უნდა დაგაკარგოს საყაყაზრობის უნდა ამიტომ ჩვენ იმიტომ ვაცნობიერებთ კომპლექსებს რომ სამი გონების უნარი არ დავყავოთ მარტოთ ის ეს მაგალითად საფრთხეს შეადგენს ეს სმარტფონს რამდენადაც მიცი აი მეფელის თუ მომერა როლი შეიძლება ძალიან ცუდა შევიდა როლში იქიდან გამოსვლა გაუჭირდა ფაქტობრივად ამ ძალიან მნიშვნელობა სახიობი კალო ხიანად შედის არკონის დროის გამავლენაში ამ როლში აქ მოეროს მაგალითად მოიცით რომ ფსიქოდრამაში როდესაც შემოგვიყვება იხარო შემა შენ შედიხარ ამ როლში ბოლოს როცა დრამა დავთავრდება შენეულები რომ დი-როლინგი იქნება გამოდიან როლები უჩაში რაც აიღებს შეიძლება სახიობს არა იმდენად შედის იმ როლში რომ გამოდიან მაგალითად მასწავლებლებს შეყავს რაღაც როლში მოსწავლე ზარმაცი და ეს ადამიანი იღებს შეიძლება სულ არ იყოს ზარმაცი და დაემთხვა რომ ერთი კვირა გაგვეჭი დაემთხვა და რაღაცა ოჯახური მიზეზის გამო ანუ რეალურ ცხოვრებაში მგონია რომ ადამიანებსაც ერთმანეთში შეგვყავს რაღაცა როლებში შრობენი რომ ხო მე მასწავლებელი გამოსწავლე მასწავლებელი კი ბატონო ეუბნება შენ ზარმაცი ანუ არ ეუბნება შენ ზარმაცებს შეგვი ზარმაცი ხარ ну როლს აწმის და კიდე რაღაცა ემოციო ადამიანებს არსებობს არც მესმის და არც იძერ ემოციო ინტელექტი ისაც არა გამიჯერო არასდროს არ მხარია თან არასდროს არც კი კონკრეტულ მაგალითზე არ ზოგადად არა არის ისო ფსიქოპათი რომელიც ეს უკვე დაავადება არა ეს არის პირველის შეზღუდული მაგალითად გერმანელი ოფიცერი რომელიც ვაგნერის მუსიკას იგის სამშვიდად ეს ის არა მოაქვს ეს ემოცია რაღაცა პროცესის ფიზიკანის და ანუ როცა ხარ ემოციურად გამიხარდა შეიძლება დაცვით პროტესტ ხო ოღონდ ეს რაღაცა მომენტში რაღაცა ცხოვრება არა აი რაღაც წინამორბედი აი საუბრობ ფიზიკის შემთხვევაში ემოციების ხო მეც მაგასაც მომცემ შეიძლება იყოს აი ისე ყოველდღიურობაში აი ახალ რაღაცა ხუთრობაზე ან არტილოდე ცოტა უბრალოდ ყველაფერს შინაგანად გულში ვიაგვარებ გამოხატავდე და აქ კონდეს ექსეიო ხო არ არის ჩვენ გვაქვს ბიოლოგიურად შეტევა გაქცევა და გაშეშება რა აქ ეს რა დაცვითი რეაქცია მე გულობ გავხატავ ეს არის რა შინაგანად არის აკა დაბიტი რაზე გამაქვს არა ერთი და იგივე რაღაცა თამამთ აბსოლუტურად კომპლექსებია თუ რაღაც კომპლექსი გავიაზრე რომ მაგალითად ესა და ეს კომპლექსი ამ შემთხვევაში როცა რაღაც კომპლექსი ცნობიერდება რა ხდება ამ კომპლექსის რეგრესი ხდება და ენელოქება ის კომპლექსი თუ ისე კომპლექსი მართა ანუ მართლმადიდებლები ამ შემთხვევაში არა ის ხო დაუშვათ მე მამაჩემის კომპლექსის გამო ძალიან ბევრს მუშაობ რომ მამაჩემი წარმომადგენელი იყო და თანამდებობა ჰქონდა მაგის რომ ის ზუსტად ის მამის კომპლექსი ჰქონდა ის მამისი უბრალოდ დელი და სუსტი მამა დედა ყავდა ძლიერი და აი ამას ითამაშებს რომ მაგ აუდიტორს არ ქონია მამის ის ხონდა ანუ კულტურა აქვს და თუ შენ თანაუგზნობ მამაშენს არა შენ მამაშენის ვალების გასტუმრებით კი არ მომცხოვრობ
რაცნობრივ მე მამდეს რომ უშევ რატო მამაჩემის სახელი დავამატე ხო მოსყარასაც იყო მარასაც იყო აი ეს არის კომპლექსის და ხანდახან არის ხოლმე რომ რაღაცა ფიქსები მოაწყობს და აწყობს ზარგულის განვითარებაში თუ რეალიზებაში რომ ეხმარება ხო მაგრამ ხო ან რა არა ყველა კომპლექსი დადებითი არის ვარდო არასრულფასოვნების ეხლა რა იგულისხმება აზრეთან გერბით რომ ერთია რომ ჩვენ არასრულფასოვნები ვართ ყოველთვის ჩვენი მშობლების მიმართულებით პატარები და ეს გაზდავია მაგრამ არასრულფასოვნებაში იგულისხმება მე ჩემი თანატოლების მიმართ არა ვარ ისეთი რაღაც გულის მარკი არის სულ მაშინს მაგრამ თუ ახლა წარმოვიდგინე ადამიანს გაცნობიერებს რაცნობრივ კარაქტერს ის მაშინ იქცევა თუ სასოწარკვეთილებაში წავიდეს ცუდია ეს კომპლექსის არასრულფასოვნების პრობლემის მოაგვარდება მაგრამ თუ საწავში მუსლიმების სრულყოფისკენ მიმავალ მატარებლებს იყავს საწავეებს მაშინ წავიდეს მაშინ ყოველი დღე არის ახალი თავგადასავალი ახალი რამის შეძენა მაშინ ცხოვრება მოსაწყენი კი არ არის ამას სრულყოფილების გზაზე ოდისეას რასაც ეს არის იგი მაშინ საინტერესო არა სასახლეში იქნება სადაც თავგადასავალი გაგიშვებს ძალიან მაინტერესებს. წერან თქვენ ახსენეთ, რომ ანუ შესაძლებელია მამის მიერ რაღაც ვერ განახორციელებული გეგმები შეიძლება შვილმა გასქნა საკუთარ ცხოვრებაში და ანუ როგორ უნდა მიხვდეს, ანუ ეს ის არის მართლა თუ იქნება ეს მისი ცხოვრება? არის ლუგის ნაშრომი შუბლის როლი შვილების ბედზე. სადაც ის წერს რომ როგორ მოქმედებს შუბლის განახორციელებელი ოცნება შვილში დებს როგორც შვილი ხდება შუბლის ოცნების განახორციელებელი. ამჟამად ყოველთვის ნატურალურ და კარგად ცხოვრებას დაგვიგვიდაში. ქალიშვილი თხოვება მივარდება და აღმოჩნდეს რომ ეს დედამისის სურვილი იყოს აღმოჩნდეს ცხოვრება აღმოჩნდება მზღაურები და გალიათება ეცემა. ეს შემთხვევაში იქნება თუ ავტორიტეტი არის შენთვის. არა, დედამ დაგაინფიცირა. უშვილო დავა ამდენი კომპლექსების ანუ გამოდის რომ ყველა არის აი ყველა აბსოლუტურად არის კომპლექსების რაღაც ხროვად ანუ აგებული ადამიანი ესე გამოდის და როგორ უნდა მიხვდე ან როგორ უნდა დაიწყო თითოეულს ან გაცნობიერება რა მომენტი ჩაიხედავს ამოჩენს თავის თავში ბაზარს ვიღანა გამოიდა რომ ადამიანი ტრავმა იმის და ისე მისი გონებს ვიდრე შეიძლება პირველ რიგში რა სიმშვიდე თვით შემეცნობა საკუთარი თავი უნდა გაიცნო ვერ მოაიცის რა უნდა ანუ გიგიწევს რა მინდა რა ვიცი რა ჩავხედე თავის გულში ვისაც რაღაცა უნდა ძალიან უკვე უჩნდება რა უწოდება ანუ აქ რაღაც მიზანი სოციალურია რაც უფრო მეც იგებს ჩვენს თავზე მით უფრო ხდები
თვითრეალიზება. ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვა, აი ფსიქოანალიზის დამსახურება და დასტურა აგრეთვე მასლო. თვითრეალიზაცია რა არის? მეტამორფოზების დაკავშირება. ჩვეულებრივი მოთხოვნილებები რა. ასე ზოგი ეძახის ინდივიდუაციას, ასაჯული ეძახის. ტრანსპერსონალური ფსიქოსინთეზს შენში და ეკლესია ეძახის გამორთებას. და იგი გზა, ის უფრო შეიძლება სამყაროს უფრო არა პატარა პერსპექტივიდან, პატარა ხარ მარადიონის თუ განცდა რა, ყველაფერი იცვლება. ეს ცილინდრიკი არ არის წრე, გააჩნია საერთოდ შეხება, ყოველდღიურობაც იცვლება. ეს მითი კი არა, ილუზია, რომ ჩვენ ყოველდღიურობა ჩვენს ჩვენზე ყოველდღიურობა კი არ მოქმედებს. ჩვენზე მოქმედებს ჩვენი ხედვა ჩვენი ცხოვრების. სხვა კუთხით თუ შეხედა, სხვა რამეს იცის. სხვა ერთხელ თუ ერშია ეს, მაშინ მთელი ერი ეს მარადიონის მასპინძელი. რაც ეკლესია ამბობს, ღმერთის მოსავლელი. თუ შენ განიხილავ შენ მოძმებს, როგორც შენ კონკურენტს, სამსახურს, სადაც უნდა იჭიდაო, გაწილო, იქ რა არის, ცხოვრების სიტუაცია არის. შენ ცნობიერება დაბალია. და აგრესულია, დიდი ხანი დასკვნელი, რომ ჰომის რეკუსეს. მოდი მაშინ მაღალ ცნობიერებას ვერ ეზიარებ. ის რასაც კულტურა ქვია, ის ან რეკუსესტი თარიღია კარგად. კარგი, და იმას თავად მოლაპარაკებ, შემდეგი რომ ექნება რამდენი ხნის შემდეგ სიზმრებზე გავაკეთებ. ხო, რაც ხო? სიზმრებზე. დიდი მადლობა.